ფოთის თეატრმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახალ სპექტაკლზე მუშაობა დაიწყო. ემიგრანტები, ასე ქვია, ერთმოქმედებიან სპექტაკლს, რომელშიც თეატრის ორი მსახიობი, რამაზ იოსელიანი და გუჯა ქარაი არიან დაკავებული. სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის რეჟისორი პოლონელია. დარიუშ იაზერსკიმ სამაგიტო რეპეტიციები უკვე დაიწყო. საქართველოში ეს უკვე მისი რიგით მეორე ნამუშევარია. Эта пьеса, сам титул подсказывает как бы эмигранты, но мы хотели бы сказать, что эта эмиграция уже не только так понятная, как в 70-х годах 20 века, но она тоже другая. Есть внутренние эмиграции. Мы от чего-то отбежаем, может быть, не до конца уже от политики, от экономики, может быть, мы отбежаем из наших невозможностей, чтобы этому миру современному отвечать. Может быть, мы отбежаем от себя, мы эмигрируем. ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვა და რაც თავია ძალიან კარგი რეჟისორია. და თეატრში ესეთი კარგი პირობებია, რომ სასიამოვნოა და სიამოვნებით მუშაობს. და თავი მსახიობისთვის რა არის? გონდეს კარგი პირობები, კარგი რეჟისორი, კარგი როლი. სამუშაო ატმოსფერო. ახალგაზრდები ფოთის თეატრის აქტიურობას მიესალმებიან. კარგია, რომ ახალ სპექტაკლებს აკეთებს ჩვენი თეატრი და უფრო მეტი ხალხი უნდა ჩაერთოს ამაში, რა თქმა უნდა, რადგან ძალიან ბევრს უნდა ახლა მსახიობობა რაღაც ასე თეატრის განხრით წასვლა და ახალი თაობისთვის კარგია რა და მაგალითი მისაცემი. ფოთის თეატრში სხვა სიახლეებიცა. იქ ამბობენ, რომ ივნისის თვე დატვირთული იქნება. თეატრალურ ფესტივალ დურუჯზე წელს 4 სპექტაკლი აქვს წარდგენილი. დასი წარმატების მოლოდინშია. რამდენიმე დღეში კი ფოთი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. თეატრის დირექტორი ამბობს, რომ ეს ქალაქისთვისაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. რეგიონალურ თეატრებიდან მხოლოდ ფოთის თეატრს ხვდა ბერნიერება წილად, რომ 4 სპექტაკლი არის წარდგენილი და შესაბამისად გვაქვს, რა თქმა უნდა, შარშანდელი გამარჯვების გამეორების. რაც შეეხება ივლისის თვეს, ფოთის თეატრი და თვითონ ფოთი უმასპინძლებს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, სადაც 24-მდე ქართული და უცხოური თეატრები მიიღებენ მონაწილეობას. ეს ძალიან დიდი მოვლენა იქნება და ქალაქისთვის იქნება ძალიან დიდი გამოცოცხლება. ახალი სპექტაკლის პრემიერა სავარაუდოდ ერთ თვეშია ჩანიშნული. როგორი იქნება პოლონელი რეჟისორის ნამუშევარი, ამას ფოთელი მაყურებელი შეაფასებს.